მშვიდობისა ჩვენო ერთგულო ტელემაყურებელო ქალბატონებო და ბატონებო დღეს ხუთშაბათია საღამოს 10 საათი და თქვენ უყურებთ პატა და ნიკა შოუს რა თქმა უნდა რუსთავი 2-ზე ჩვენს შოუს კი მუსიკალურად აფორმებს და ქეიფისა და დროს სტარების ხასიათზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოში და ზაფხულის დადგომას და გისურვებთ მზის გამოსვლას. წელიწადის სამივე დრო კარგად გაგეტარებინოთ, ჩემო კარგი. სამივე თუ 4. რა გჭირთ შენ? წელს გაზაფხული ნახე სადმე? ეგ სულ დავიწყდა განაცვალე. ზამთარი გადის ახლა და ზაფხული დგება ეგრევე. წინა დღეებში კი გამოვიდა 1-2 მზე, მაგრამ ისე ათბობდა, გეგონებოდა ყადაღადევს. ჩვენთვის და ყველასთვის მთელი საქართველოსთვის სასიხარულო ამბავი. გარდა იმისა, რომ PSG ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი, ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ეგ მსოფლიოსთვის დასახელდა, თორემ ჩვენ აქამდეც ვიცოდით შეგონიკა. მოკლედ, ისე მოიგო ევროპის ქვეყნების გული კვარამ, შეიძლება მისი ხათრით მსოფლიოზეც ათამაშონ ჩვენი საქართველოს ნაკრები. მოკლედ, კვარამ ისე ითამაშა ეს ლიგა, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები დემბელესავით უყურებდნენ. ფინალის მერე არსენალის მცველებმა განაცხადეს, რომ კვარას მოედანზე ყოფნა უფრო საშიში იყო ჩვენთვის, ვიდრე ჯანმოს გამოცხადებული კორონავირუსი. აბა, კიდევ ერთხელ ულოცავთ კვარას ამ შესანიშნავ ტიტულს და ახლა გადავდივართ მსოფლიო ჩემპიონატის ყურებისთვის მზადებაში, რომელიც ერთ კვირაში იწყება და ასევე რუსთავი 2-ის ეთერით გადაიცემა, მინდა გითხრათ ჩემო კარგი. კვარასაც ვთავაზობთ ჩვენთან ერთად უყუროს მსოფლიო ჩემპიონატს. კაი ლუდი, კაი ძეხვეული, დაისვენე შენ ცოტა. ჩემო ხვიჩა და მოიმატე 1-2-3 კილო ჩვენთან ერთად. რაც ნეტა პორტუგალია, საფრანგეთი თუ შეხვდა ერთმანეთს, კვარა ვისკენ იქნება მაინტერესებს. ვიტინიასკენ თუ დემბელეს. ეგ არ ვიცი, მაგრამ შემდეგ მსოფლიოზე რომ ეგ ორივე საქართველოსკენ იქნებიან, აი მაგაში დარწმუნებული ვარ. მოკლედ დიდი ამბები იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრებ ბილეთებზე. ყველა ბუდაპეშტში ცდილობდა მოხვედრას, მაგრამ ერთ PSG-ს ფანს აერია და იმ სიმწრით ნაშოვნი ბილეთით ხელში ბუდაპეშტის მაგივრად ბუქარესტში ჩავიდა. PSG-ს თამაშებთან ერთად 1-2 გეოგრაფიის გაკვეთილაც რომ დასწრებოდა, ფინალსაც დაესწრება. ბუქარესტში კი ჩავიდა, მაგრამ ნეტა რა თამაშს უყურა იქ ეგ მაინტერესებს. რაპიდისტია უა იყო, მე მგონი მაგდღეს და ეს ბილეთი. კი, მოუგია სტიაუა. ისე გურული ცურევია რაღაცა, მათ ისე გამეხარდა სტიაუა. სტიაუა, მაგათ დაარსებული. ხოდა ეს PSG-ს ფანი ბიჭი ამტკიცებს, მე კი არ შემეშალა. პილოტ შეეშალა და მთელი PSG-ს ფანები ბუქარესტში ჩამოვიდა. ნუ თავისდაერი ჭკვიანების ხვებიც ყოფილან. არა უშავს. ქრისტეფორე კოლუმბი ინდოეთში მიდიოდა და ამერიკაში ჩავიდა. დიდი ამბავი, ახლა ბუქარესტი თუ ბუდაპეშტში აერია. თავარია. ხელავი და გურჯანი არ აერიოთ, თორე. კიდევ კარგი ეს ბიჭი, რომელიმე ქვეყნის დინამოს არ გულშემატკივრობს, თორე სულ აიჭრებოდა, იმდენი დინამოა ყველა ქვეყანას. ეგ კი არა, 6 წლის მერე ოლიმპიადა ავსტრალიაში ტარდება და ახლავე აუხსნას ვინმემ, თორემ წავა ავსტრიაში ეგ უბედური. ჩასული იქნება. საბოლოოდ ასეც ჯობდა. ბუდაპეშტში სტადიონზე რომ მოხვედრილიყო, კაციშვილი ვერ შეამჩნევდა და ახლა მთელმა მსოფლიომ გაიცნო, აგერ ბატონო, რუსთავი 2-ის ეთერშიც გამოვაჭერეთ ეს კაცი, ვნახოთ ფოტო რო შევხვდეს. იმ
დღეს განცხადებებს ვეძებდი. კაი ფაში ზღვისპირა სად შეიძლება დაისვენოს კაცმა თქო და აი საბერძნეთში მთელი კუნძული იყიდება ბათუმის ბინის ფასი. ეს საინტერესოა და გაზი, დენი, წყალი, კანალიზაცია არის? არა. მარტო წყალი. იმლაშია. და ეს კუნძული ზღვის ხედით არის. ყველა მხრივ. არ მინდა ძმაო, მე მაინც ბათუმის ბინა მირჩევნია. რა გამოგვიზ და გამოწვენავს სამხელა კუნძულს? ბინა კი უცებლაგდება პატარა. ისე ვაკეში ბინის ფასად მთლიანად საბერძნეთსაც იყიდი მგონი, არა? როგორც კურორტი საბერძნეთს კვიპროსი მირჩევნია მე მაგალითად. უფრო იაფად ქობულეთის ბინის ფასადაც დაიწყება. მაგრამ ჩვენი ამბავი რო ვიცით ბათუმს მაინც ვერ შეველევით. კი ბატონო, თუ დადგა ზაფხული, კი ბატონო, მაგრამ როგორც ამბობენ წელს შეზლონგის ფასი 2 მაგდებაო. ადრე თუ 5 ლარა დაქირავდნენ, ახლა 10 ერია. შეოჯახა შენებულო. ხაჭაპური რო გაძვირდა, ყველი გაძვირდა და იმიტომ. ხინკალი რო გაძვირდა, ხორცი გაძვირდა და იმიტომ და აქ რა გაძვირდა მაინტერესებს. ვინმე გაფაგები. გეტყვი რა გაძვირდა და იმ შეზლონგების გამქირავებელს ხინკალი და ხაჭაპურის ჭამა არ უნდა? აი მოკლავს მე ამ საბაზრო ეკონომიკაზე ფიქრი არ ვიცი ძმაო, მე შეზლონგში 10 ლარის გადამხსელი არ დაილოცა ისევე ეს დიდი პირსახოც. გაშალე წამოწე კი კაცი შვილი არ გეტყვის ფული გადავიხადე. მე გეტყვი უკეთეს. ბათუმში რო შეცურავს ზღვაში, ტრაბზონში უნდა ამოხვიდე და იქ წამოწვე. 2 ლარი. ვირა, ბოდიში. თორე ისე უკვე დილემის წინაშე დგები ადამიანი. შეყვარებული კაფეში დაპატიჟო თუ შეზლონგზე. შეზლონგზე ჯობია. არ ვიცი, ოღონდ მზე გამოვიდეს და რას დაეძებ 20 ლარი ღირდეს, მზე გამოვიდეს და არ იქნება არაფრის პრობლემა. აგერ სეირანაც კი მოდის და დაგპატიჟებს ბოლო-ბოლო და ეგ იქნება. ამას ფულის ხარჯა უხსენე და რას ლაპარაკ. მე რო ეწელია ეს ბაბთა უკეთია წელზე. კარგი, ლუძი იყო ეგ დავიდა და გახუნდა. მერე ვილაპარაკოთ ჩემო სეირან, სანამ ამინდები გამოსულა, გადავიდეთ სხვა თემაზე. გადავიდეთ. რობოტი ჰუმანოიდი სახელად ატომი ცეკვავს ქართულს ერთ-ერთი სკოლის წინ. ბოლო ზარზე. ნახოთ ვიდეო. ეს ისე ყოჩაღად ცეკვავს ქართულს სხვისახოცი რომ დაუგდო წინ შპაგატი დაიღებს და გადავა შალაყოში. ჩემი ქორწილი გამახსენდა. ცეკვისას ძალით რომ მიციროდნენ ცოლის დათესავები, არა უშავს რა კარგად ცეკვავს. ასე ცეკვავდი მეც. მე და რამდენ ხანს შეუძლია მას ცეკვა ის მაინტერესებს. კაი ხანს გაუკაჭავს. ბოლოს ელექტროობას აურევია და გასმებს. იმდენი ხანი აკეთებდა, თურმე კოჭებამდე ჩასულა მიწაში. ცეკვის მერე მაგისი კლასელები სახინგლეში წავიდნენ, ხოლო რობოტი ჰუმანოიდი ატომი ხადავიქთან დატოვეს ზეთის გამოსაცვლელად. ისე მიდის ამ რობოტის საქმე, არ გაგიკვირდეთ რომელიმე მეტროსთან რეზინკაც რო იცი. ეგ რა არის? ქუთაისის ელექტრომანქანების საწარმოში შეიქმნა რობოტი ჰუმანოიდი სახელად გეიარ გამეიარი. ვენაცვალე დათლიაში. ეგ შეხო არ მოგანათლინეს. მაგისტრის რა უნდა? არა, ეგ ვინც გამოიგონა იმან მონათლად. და ფიდაგიშდებოდა 5 ლიტრიანი ზეთი და და კრესტავი და გულზე. და იმ წინა რობოტს რა ერქვა ნეტა როცეკვავდა, ჰა? არ ვიცი, ალბათ გოუსვი და გამოვუსვი. ეს გეიარ გამეიარი. ო, მაგარიჩას ეს ქუთაისში შექმნილი რობოტის. ოღონდ შნური აქვს მოკლე და შორს ვერ მიდის, გაიგე ეგა. ქუთაისში შექმნილ რობოტს არც ფეხი ეშლება, არც ზრდილობა და არც კაცობა. მოიცოდეთ და ქუთაისელ რობოტს მარტო კაცი მეცნიერები მართავენ. იმიტომ რომ მაგი ქალიჩუაზე არ გეივლის. კარგია.
ახლა არ მითხრა დენის მაგირად სოლიკაურზე და პრასზე იტენებაო. ნუ იცინე და გლიცინებ შენ. ქუთაისური გეი არ გამეიარე პირველი რობოტია მსოფლიოში, რომელიც ადამიანს იქეთ ავალებს რაღაც. იმ დღეს ჩაირიკა დაუნახავს მაგის კიდეზე და 8 მეიული უკან სიგარეტს ამეიღებ. კარგია. შევცვალოთ თემა, აღარ მინდა ამდენი რობოტები და კიბორგები. ადამიანებზე დავილაპარაკოთ. აი ბატონო. თურმე 15 წლის ვუნდერკინდი ბიჭი დოქტორი გახდა. დიახ, დოქტორი. და მეცაც გეტყვი სკოლა 6 წლის ასაკში დაუმთავრებია. კაი, კაცო და ახლა რა საკეთე? რასტა ახლა სიცოცხლის გახანგრძლივების თემაზე მუშაობს. დოქტორი თუა უკვე დაბერებულა და მაგითო ალბათ. რა ვიცი, აბა ჩემი მეზობლის 17 წლის ბავშვი გასკდა ტირილით გუშინ ნაყიდი ვიყიდეთ. შენ ეგ თქვი, მე კიდე 15 წლის ასაკში ჩემი ველოსიპედი ისევ თოვლის პაპის ნაჩუქარი მეგონა. პაპა ანუ ჩვენთან პაპა. ხო, ბაბუ პაპა. ეს ვუნდერკინდი ძალიან ჭკვიანი ყოფილა დაბადებამდეც. დედამის რო ამშობიარებდნენ, იქიდან კარნახობდა თურმე ეკივებს. მე მგონი დამაჩქარებელი არაა საჭირო. ფიზიოლოგიურად დაბელოდეთ, ჯობიაო. მე 8 წლის ასაკში ცოლის მოყვანა უნდოდა, მაგრამ ჯარმა მოუწია და რო დაბრუნდა უკვე შეყვარებული გათხოვილდა. და დამიკადეთ. კაი ნაწვალები კი ყოფილა ეს ბავშვი და ეკუთვნოდა დოქტორობა მე თუ გითხრა. შევცვალოთ თემა. როგორც ირკვევა ადამიანების სახელების 10% ყვავილების სახელები. აიცოდი? ალბათ ქალების სახელებზია, ხო ლაპარაკი? რატომ არა? კაცის სახელებიც არის ეგრე. ვარდენი, მიხაკო, დათო. დათო რომელი ყვავილი? კაი, ახლა ერთ სიტყვაზე ნუ გამომეკიდები. რა მაინტერესებს იცი? ჭინჭარი თუ არის ყვავილი? არა, ეგ არის ბალახეულში გადის. არა და ჩემს სიდეს დააკვდებოდა ისეთ საქმე. რა მაინტერესებს კაცო? აი თუ აი კაც სიტყვაზე. ხოლოს კაც თუ ფაუნა ქვია და ცოლს ფლორა. შვილს რას დაარქმევენ შენი აზრით? მაგას რა კითხვა უნდა? კაც ფლორა ქვია კაც და ფაუნა შვილს ჯემალი. ეგ დათუნას ამბავია. იგივეა. აი მე მყავს ერთი ნაცნობი, მეოთხე ქალიშვილი შეეძინა და ია დაარქვა. დანარჩენებს ენძელა, ვარდო, მიმოზა ქვიათ, მაგრამ სანამ მიხაკო არ გაჩნდება, მე გამჩერებელი არ ვარო იძახის. აქედან დასკვნა, ქალბატონებს თუ ყვავილების სახელები ქვიათ, ჩვენ მებაღეები გამოვიდა. მებაღეები რატომ ვერ გავიგე? ვულით და იმიტომ. კი ვულით, მაგრამ როგორც კი ერთად შეიკრიბებიან ეს ჩვენი ყვავილები, მაშინვე ჩვენზე იწყებენ ჭორაობას. რა ვიცი, არა მგონია მაინც, მართლა ჩვენზე ჭორაობები? რას იცახი? აბა საიდან იცი შენმა ცოლმა მე რამდენი ჭიქაზე ვიპარები სუფრი. ხო? ან საიდან იცი შენმა ცოლმა მე რომ გუშინ ფეხსაცოლები რესტორანში დამჩა. თუ ჭორავენ გეუბნები კაცო, სხვათა შორის მე იმისი დამადასტურებელი მასალაც მაქვს, თუ როგორ ჭორავენ ჩვენი სერიალის მიხო და მაროს მონაწილეები და მათი ცოლები, მოკლედ მამაკაცებს. აი, კაცო, მაგას მე ვერ დამაჯერებ, არ არსებული გამორიცხულია. კი ბატონო. ხო ხართ კაც, ჩვენ კი ვართ ასია, ოჯახად და კაი ამბავში ჩართულები კი ხედავთ. თავიდანვე უნდა იცოდე რომ რათა ვართ ეგრე გამოწყობილები, კაცო. არც რხინის უბრაესა და არც მით უმეტეს კიდე ჭირისა. აბა, ეს არის კულინარიული გადაცემა თანა საინფორმაციო განხრითა რა. კი ბატონი, მართალია. თან ახალ ამბებს მოგაწვდი და თან იმ ფერ კერძს გავაკეთებ, გედეირევა კაცი. ეგრეა.
ასულელდება. თანა იმასა, როგორც იტყვიან, ჩაიგონეტამ თითებსა. ერთხელ სახლში იმისთან აკერძი გავაკეთე, პაპა ჩემა მართლა ჩაიგონიდა თითები, ხალხო კაცო. ხალხსა კარგა ხანი დურგალი ეგონა. ეგრე. მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და ეთერშია გადაცემა რეგიონალური კულინარია. ჩვენ კიდე მისი წამყვანები ჩიტოვიჩ მადიანი და მიხო ყოვლისმჭამელი. ხოლო ჩვენი კულინარიული გადაცემის სპონსორია ნორა ძალოი მაღაზია. ნორა ძალოი მაღაზია ჩვენთან ვადაგასული ძგებრიელია. დიდი ეხლა დაჭერი რაღაცები, კაცო. ნუ მასწავლე ჯობეში აჯგუა ვიცი მე როდის რა დავჭრა და რის მერე რა უნდა. ჯო, რა იცი შენანეტა ერთი კაცო. რამე გამოცდილება მაინც აკაკ საკავეში. გამოცდილება მეთქი გააკ რამე. შენ მევიო რას მედრები შემოძამია. მე აკარა რომ იყურებ ხარაგოულში კულინარიის პელეს ვიზახიან პელეს. კარგი, ეხლა ეგეთი მაგარი ხარ მართლა კულინარიაში. არა. სიგარიმეში გავიზარდე პელეს ავიტვეს. მეგიძლევა რომ იყურებ გენაცვალე, ქელეხში უჩემოთა 10 ლობიო და 10 ხაშალამა არის ხარში, ეგრეა. მაგარი გამოცდილება ქონია შენ, შემოძმაო. იტალიაში 1 მილიონერის სახლში მუშაობდი მე შეფზარეულად 2 თვე. რასიცა, მემრე მოაკვდა საწყალი. მაწყინა რაზეა? საგაზია გვდეჭო. არა, გებიძე, ხოლო რო შევხედე მიქლიო იყო კაცო. გასინზე შენცა. გავსიჯი, აბა. ოჯახ. მე კიდევა გეტყვი ახლა სამჯერ გავხდი, სამჯერა. საუკეთესო შეფზარეული სხვადასხვა კონკურსებში. სამჯერა. აშა მე ახლა მე გაიგო ჟიურიმა რომ იმერახში ტყიები არ მქონდა და ეგ იყო რა მივაყუნეს მაგრად. კარგად ხარზამია კიდე შენ მე კულინარიის სკოლაში რომ სწავლობდი გეტყვი ახლა. იქ დევიწყე კერძების მომზადება. ეგ ვიცოდი და იქ რასაც აკეთებდი იმის ჭამის უფლებას კაცლევდნენ შენ როგორ იყო ეს? უფლებას კი არა ის კიდე გვაძალენ. არ არის ეგ ადვილი საქმე. აი პაპა ჩემი მიტო. სოკოს მაიტანდა ხოლმე ტყიდანა. მამზადებდა. ჯერა ბებია ჩემს ასინჯებდა ხოლმე და მე მრე თვითონ აჭამ. ეგეთი კარგი კაცი. ვარ მამკრავს მიხო ესაო იკითხამდა ხოლმე ის სუბედური და პაპა ჩემი ეთყო და ოდესღაც ყველანი გავიძაგრები. დედა. მერეო გადაურჩა სოკოს ბებიაში ესხარებული. დუ ეხლა სოკოსო ვარა პაპაი ვერა. ახლა რა კერძს ვამზადებ? თან უთხრა ჩვენს დალია აუდიო ვიდეო მაყურებს. გავიდე, ანუ იქა. ეგ ჯერ არ ვიცით ხალხო. გავიდე ბოლოში და ვნახოთ ეხლა. რას დემსგავსება ეგრეთ და პირულად ეხლა აბა როგორ ვნახოთ რა. კაი ბატონო, თან მოდი ინფორმაციაც გავუზიაროთ სათა ხალხს. თუ არა მე იზღირა ხალხმა ახლა. გადართავენ ისევე წნორი თუდეიზე და ჩაუждებიან ისევე იმ სერიალს. რა ქვია იმან შენ რო უყურებ ხოლმე ბიჭო გამახსენე. არა, მე მგონი პირიზობაზე ვიჭრია. ვისაც პატარა პირი აქვს და ვიწრო იმან იკითხოს. იკითხოს იმან. მოდი რა სერიალს ხო რა ქვია თქო შენ რო უყურებ ხოლმე. ისა მე რო მომწონს. ხო. მოწყენილი დიასახლისი. სუფეხებზე რა მკიდია ეხლა რაურასაც სოლსა პირველი ბალღი გოჩას ბიჭისგან აიყავ თუ სკოლის დირექტორისგან. იცი ხოლმე შენ ცარავია არის აცარი. კაი ბატონო, კაი გერაცვალე გასაგარა და თელი სერიალი წოდრია კაცო სიუჟეტის და პირდა მე მათყუებს ვერ ხატახან არ უყურებ. ჯო, დედა ჩემი უყურებს მაგასა, ვერ გადავაჩვენ და რა უყო. აი დაიწყება სოფლიო ჩემპიონატი იმ კვირაში და რო გადავთავ რუსთავიორზე, მე აბა კაიშიტია ვინმე სხვაგან გადამირთოს. დავაყლავ იმ ბუზის სახოს. ეგ მაგარი აბა ვიგველოდება წინ. კი, კაი ბატონო.
აი, მიუხედავად ახლა გადავიდეთ თავარ ამბებზე. მიდი. წელ საქართველოს მასშტაბით მზარეულებს შორის ჩატარდა კონკურსი ოქროს ქაფქირი 2019. ო, დაიცა კაცო, რა ჩატარდა 2019 წელს ახლა. ხო, გეტყვი, აგერ კორონას შემდეგ ახალ დაუბრუნდა ჟიურის გებოდა ყნოსვა და რა ეკნა დაბა. მოკლედ ეხლა მე გეტყვი, შენც არიცი ეგა. ეხლა რო უჭრი თანაინ ერწყოს აუყლაპავ იგე მუშტი დოლარსა. მოდა. ესე იგი, ზემო უბანში გაიხსნა ახალი რესტორანი ხალხოს სახელად ჩემწერები. მისცემი მხოლოდ კეთლების დაგინებაზე არ გაიცემა. გაიგე, რამე უფრო მწარეზია დაგინება საჭირო. აცხადებს რესტორნის დირექტორი შხამიანი ელდარა. გუშინ სკანდალი მოხდა რესტორან შემეიარა შეჩებალა. ო, გავიგე, აბა წვრილად თქვი რა იყო მანდა. ო, ძოლ ქმარი სადილობდა თურმე და ქმარმა ხარჩოში თმა იპოვა. დაერია მზარეულებს ალბათ ის კაცი. და რა კაცო, ძოლმა გადააფშვა ბოთლი ქმარს თავზე, ვისი თმა ესო? შენ ღალატობ, შენ მეისმე, შეგადაშენდიო სკანდალის მიუხედავად რესტორან შემეიარა შეჩებალას მზარეულები ბედნიერები იყვნენ მეცოვართ გადარჩენილი. ო, მომისმინე, ეგ ეხლა რაკედი შენაწვრილად ჩააჭერი ეგ. რუაპობ შესასავით ამ იმასა. მაგარი არ უნდა ეგ. ნუ გასინია შენ ზეჩი რო ჩავხრა კავავა ზავია. გახდება ამხელება და რაები. ისე კარგად მიდის შენი საქმე. შემდეგ კვირაში შეიძლება სხვა არხზეც გაჩვენონ. ასო, კაცო. სხვა არხზე რა გვინდა, რა გადაცემაშიო? მადონა კოიძი. კაცო, ბიჭი ხო არ აღწერა. მიდი გააგრძელე ერთი ამბები მიმოხილა. ნერვები არ ამიშანო ეხლა შამაშინა. ამბები კი არა, უიღბლო გოდერძას იუბილეობა შაბათს ხო გახსოვ შენ ამბებს კი არა. ხო. ჩვენი გასაკეთებელი, მაგრამ ბურბარელი ძმაო და ყველაფერი. იქ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. ვიცი ბიჭო, ვიცი ყველაფერი ხოშიანად დაიქნება. ოგინა მაგის მე გასვენების უფრაც გვიწევს ხუთ ჭაბაცა და ეგ არის. ეგ ვიცი გასვენების უფრაც გვიწევს. და განათელი არ მოგსულა, კაი. ბიჭო, იმოდენა ხალხი ჩვენ გაკეთებულ საჭმელს შეჭამენ უიღბლო გოდერძას სუფრაზე. ვიღაცის გაცვენება ხო იქნება ეხლა იქნება. ასე შორს ვერ წავალ ძამია ისე ჩვენ. ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ და აღარ მეიწამნება ხალხი. მე ყურადღებითა ვარ, ეგა შენ გერევა ხოლე ერთმანეთში ქვაბების სახე ხსნარი და ძმარი. მე კია. რევიო და ხაშნამას მარილის მაგივრად რაქშა მე მოვაყარე ვალოდიასინეთის გერაქში. აი დამაცა მოკლედ ახალხო შეგახსენებთ რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სპონსორია მაღაზია ტაქსელი გომბორი სადაც გურჯაანელებზე მოქმედებს 20%-იანი ფასგადვირება. ახლა სანამ ეს ჩვენი კერძი მზადდება ჩემო ძვირფასებო ჩვენი მიხო გვეტყვის თუ რა კერძია ეს. იმიტომ რომ მე ვერ მივაუგანე ჯერ ვერაფერს. რა ვიღაცო ხორცი არის, ეგე არის მშვენიერი ისა, უბზეური წამოიღე. ხახვი არის. ჩაშოშული გამოაეხლა თავისუფლად გამოაჩა რომ უყურებ ეგრე. ანდები მირგი ბატონო, იყო ჩაშოშული. მაგრამ მე უფრო იმერული კერძისკენ მინდა და წემეყვანა ჩემო ზამია ახლა დღევანდელი. ეგე ბრასი იქნება მანდასადმე აზილე ნიგოში და ეგ არის. ეგ ამოვიდა ეხლა. მაიგონა ეხლა ამან რაღაცა. ახლა ისევე დავიწყოთ ახლა კამათი ვედაშენ იმერული სუბრაჯობია კახური უყერხული არ გვინახლა ხალხში და საზოგადოებაში. საკავათო რა არის ვიჯო? რა არის ჩიტოვი საკავათო? მე ჩემს აივიტყვი. შენი თქვი სიმღერითა და ეგ ექნება კაცო. არ არის ცუდი იდეა. კი ბატონო, ამან დავიწყოთ ზატახარ. ხო, დავიწყოთ. ამან მაესტრო გთხოვთ ფონოგრაფა. გადმო აქედა და. მეცა ჯერ მე ვიცვიდნო სახე. აჰა, მიდი. დავი. na 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 na
ყველა კუთხე აკებს თავის კერძებს სუბრაზია წესებს თავის წესებს თუ არ მოგეწონა ჩვენი ფხალი ჩემი კისერი და შენი ხმალი გარდამტვრალი ხალხი ღვინისგანა ხაში და ხაშლამა დილიდანა ხედავ სურნელი აქ იმისთანა მკვდარი წამოდგება მიწიდანა ჰეი ჭიქები შევავსოთ საჭველი უღვინოთ რა გვინდა კეიფში და ნუსტარებაში წლები წუთში გავიდა დრო ჩქარა გავიდა მომეკიდა მგონის სასმელი წვადები მალე მოვიდა ჩამოასხირასელი ნაღვი ხანჯაბური იმერული კეიფში ორი დღე გადაბმული ბრძოლა გეგონება გამართული სუბრა არის მართლაც არ ნახული კახური სუფრა ხორციანი სამჯერ გადაავს ეს ოციანი თუ ვერ სვავარ უნდა ბოდიალი დაჯექი გეკუთნის ორიანი ჰეი ჭიქები შევავსოთ საჭველი უღვინოთ რა გვინდა კეიფში და ნუსტარებაში წლები წუთში გავიდა დრო ჩქარა გავიდა მომეკიდა მგონის სასმელი წვადები მალე მოვიდა ჩამოასხირასელი na 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 ხელი ჩაკაფული რა კარგია ზეცოლი კაური უკეთესი ბოლომდე დაცალონ თავარია ასეთია ბოშო ჩვენი წესი ხედა მოაკნეკი იმისთანა ვინც არ შეჭავს მალე დაბერდება დროსტარება უნდა გავაგრძელოთ კეიფი გუგუნი არ ჩერდება na 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 გენაცვალებ na 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 გეხუტუნე na 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 შემოგევლებ na 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 შაგებურჩხლე na 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 დავრუნდი ჩემო ძირფასებო და სანამ სტუმარს წარმოგიდგენდეთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ესე იგი ამ შაბათ კვირას აუცილებლად უნდა უყუროთ რუსთავი 2-ზე სერიალს მიხოს და მაროს იმიტომ რომ ძალიან სასაცილო სერიები გელოდება წინ. ახლა კი რა შეეხება ჩვენ სტუმარს ნიკოლოს? ჩვენი სტუმარი გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მეგობარი ძალიან კარგი ადამიანი, მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ქართული ხმა, ну, რა ვიცი, დანარჩენი რეგალიები თვითონაც არ ახსოვს, რაც ჩაგვაწერა. მოკლედ, ყოველგვარი შესავლის გარეშე დავით არჩვაძე გახლავთ ჩვენი დღევანდელი სტუმარი. და რამხელა პატივია ორი მასპინძელი და ერთი სტუმარი. დიდი მადლობა ბიჭებო. თან რაღაცა შენ უნდა ჩაგახშო დღეს. რა მომდის რა მე ყვავილები მაკლია და არა. შუაში რო დავსვით რა მე პრობლემა. გარი გეწევს. პირიქით, კაცო, ეხა შენ ხარ ყურადღების ცენტრში. დიდი მადლობა ამ ხელა ყურადღების იუბილე რო გექნება ასე კვარცხლბეკს დაგსვამენ დაგაჯერენ იქ და რეპეტიციას გადი. რეპეტიციები მოვლე. კი ბატონო. იმღერებენ. ესე იგი, ჩემო დავით, როგორ ახარ? ჯანმრთელობა, კარგად, ოჯახში. რაც უფრო დაღლილი, მით უფრო, ესე იგი, რა, ჩამუხლის დრო არ არის. ესე იგი, დიდი ხანია არ ყოფილხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი და დავიგეთ რომ პრემიერა გაქვს, რაც ბოლოს გაჟღერდება რა, კარგი ვერსია გაქვს, ერთი კარგი მაგარი სიმღერის, მაგრამ მანამდეც არ ამოსდეს რაღაცა ქარტეხილები რო არ ქონდეს რაღაცა გამოვლილი არ არსებობს და ამიტომ ვიფიქრეთ რომ
რაღაცაში აბლანდული იქნები აუცილებლად. არტეხილები ხო დამყვება ყველა ნაბიჯზე. კი ბატონო. ჩვენი გადაცემის სპეციფიკიდან გამომდინარე სტუმრებს ძირითადად ვეკითხებით რამე კურიოზი ხوار გადაგხდენიათ ამ დათოს თამამად შეიძლება კითხო რამე სიმღერა ხوار გადაგხდენიათ ამ ბოლოს თუ ყოველწუთას. ისე თუ გაქვს დათვლილი, რამდენი გაქვს დაცემი? ერთხელ დავიწყეთ დათვლა და სხვა შორის არ მაქვს ბევრი. ზოგს აქვს ესე 4000, 7000. სულ 150 სიმღერა მაქვს შექმნილი მაქსიმუმ. 7000 სიმღერა რომელიც აქვს უბრალოდ ვითხარ. არა, ჩემთხარ. მოვისმინე. ჯობია 10 კონდეს და ხარისხი. 150 სიმღერიდან თუ საიდუმლო არ არის, რამდენია გահიტებული. ანუ აი კომპოზიტორები როგორი 150-დან ერთმაც თუ გაისროლა, უკვე არის ამბავი. ხო, პატა, იცი რა, წინასწარ ვერაზოს ვერ დაგეგმავ მაგამ. ეს გავიგე მაგ. და რა, მადლობა ღმერთს, გასროლილი და ხალხისთვის საყვარელი ბევრია და მე ძალიან მეამაყება და იმდენად დიდი სტიმულია ხოლმე ეს გასროლა და იმ ხალხის სიყვარული და დაფასება, რომ მივდივარ და მე ახალ სიმღერებს წერ. ახალ სიმღერებს. ერთხელ გზიდან გადაუხვი, ანუ უცბად მუზა მომივიდა და მე ძირითადად ტელეფონში ვწერ მუზებს და ვიმახსოვრებ რა და მარიკა კაცარავა მყავდა შეკლული. მივადექი სტუდიას პირდაპირ, ნუ აი უკვე ვიგზენი რომ იკარგებოდა მუზა რა, სადღაც გაფრინდებოდა, რო არ ჩამდა ტელეფონი დამჟარი მაქვს, ვერსად ვერ ვიწერ და არც მეტი არც ნაკლები ხმის ჩამწერ სტუდიას მივადექი და მარიკას მამამის სტუმრები ყავდათ რაღაცა დიდ პროექტს წერდნენ და ყველაფერი გავაჩერე, ვიღუპებით მეთქი სიმღერა იკარგება და შეუვარდი და დამithმე სტუდია და სულ 5 წუთში ჩაიწერა და ხო არა? შევინახე ესე გადავარჩინე უბრალოდ ლამის ჰაერში დაკარგული სიმღერა. და გაამართლა ამს. გაამართლა კი მაგრად. და ერთი მაგარი ქალაქური სიმღერა შეიქმნა და ეხლა გამახსენდა კიდე კანში ვიყავი აი დიდ სასწაულ წითელ კიბეებზე და ძალიან ახლოს არის აი ყველა დამეთანხმება. ისე ჩვენი სტუმარი ზღვა. ჯანოს ხო მოყვა კანის ამბავი მოყვა. ყველა არის კანში დამყოფი ჩვენ არა ვართ ვარდო. მე კანში რო არადები შენ მედი ეს კიბეები, ეს დარბაზი, კინო დაჯილდოების დარბაზი ძალიან ახლოს არის წყალთან რა ესე ვთქვა. და აი პირდაპირ შეიძლება შლოპანცები დახვიდე და ხო და მოკლედ ამ კანის აი მაშინ რო ხარ რა ეიფორიაში სულ კინო რო გელანდება ყველაფერში და თავის ფაერვერკი დაცნობს სახეები ხო კი და მოკლედ შევცურეთ ღრმაში მე და ქართულმა ხმებმა კიკაბიძემ ცურო არიცის და მე და ბაკურაძე გავცურეთ ცხონდეს ზურასული ერთ მაცხონოს და უცბად დაიწყო მუზა თან კინო მუსიკა და აი როგორი ძვირფასია იცი რომ მეთქი იკარგება და რობიზო კრუზიში რო ხო იცი ხმელეთზე რომ მოცურავს აი ეგეთი ამოცულე რომ არ დაკარგულიყო მუზაიკაც რა ეს კანზე ხო მოყვა გრიგალა როგორ მისდევდა ეს კანზე ხო მოყვა ხა სირავდულეში მონაკოში იყო შეიძლება მონაკოში ავტობუსი გაგვიფუჭდა ქართულ ყველს ერეკოსი ქონდა შაუბოლს უშვებდა და აი პრინცესები პრინცები ბრილიანტის ჩანთებით რაღაცა დადიან გაშავებული ხალხი კვარტლით და დაწერა ის ცნობილი სიმღერა როა ავტობუსო რად გაფუჭდი შენია რემიქს ვაკეთებ ფილმოგონებად შენ და გრიგალას ამბავი აი არ ვიცი რა ლეგენდები შევიდა სერიოზულ ფაზაში რა ეხლა იყო რაღაც ახალი სასწაული რაღაცები ახსოვს რა ხო არა მამადლის უკვე გრიგალას მაგარი მეხსიერება ყველა მაგარი და თან მამადლის მე გაგაპიარეო ცნობილი რო ხარ ჩემი ბრალია არა სენ აფერი არ ისას 50 სიმღერა არ დაგიწერია ხო სიმარი მაგადა პოპულარი არაფერი არ გინდა პირდაპირ ეთერში რო უთხრა გრიგალა ჯეზეთი მოვიკითხო ძალიან გვიყვარს მაგრამ ეხა ის მოვიკითხა უდიდესი სიყვარული ჩემი ბავშვობა ჩემი სანუკვარი კაცი და სხვადასხვის ძალიან მაგრამ მეცინება მე თვითონ რა და რამოდენიმე ისტორია არის ისეთი რაც მომაწერეს და მოიგონა რა ჩემზე მაგრამ იმდენად ორგანულია და ჩემია უკვე რომ გონია რომ მე გადამხდა მე უფრო ბევრს ვიცინი ვიდრე დანარჩენი ხო არის თან ეხლა სისხლს უშრობ რასაც ქვია თან მთელი ცხოვრება ხო ხო თმები ხოჭაღარა ქონდა მე გაუშავდა მე ხელმეორედ გაუჭაღარა აი ერთხელ მაგალითად ამიდა ჯერი ვითხრა ემილია ხო რომ გავიხსენო რამოდენიმე რა თქმა უნდა აბარა გრიგალას სისხლის გაშრობის ხო
ერთხელ ანუ რა პერიოდი ეცე ქართული ხმები ჯერ კიდე ანსამბლი უნივერსიტეტი ახალი შექმნილია და აი ჩვენთვის სუფრაზე მისვლა და ეს არის ბედნიერება ესე დაუღლელი ხმები ხო იცი რო გინდა რომ სუიქეიფო სუიმღერო და თან შეგიძლიათ მაშინ ყველაფერი ბოლომდე ალევა ამბავი ყველაფერი და მოკლედ ესე იგი ჩემი სიძის ბიძაშვილის ქორწილი იყო რა ნუ ეს სხვა არის ამ ხანაკი მაგრამ იყოს ასე და ნუ მე თხოვე ბიჭებს წავედით ქორწილში და ნუ დიდი სუფრა სასწაულია 300 კაციანი ქორწილია თუ 500 კაციანი და გრიგალა დანიშნეს ერთ-ერთი ჩვენი სუფრის თამადად და ნუ მიდის როგორი кайფიცი აი დედაშვილს ვერ აი აუზოგავი სმა ანწები და ნუ სასწაულები და ქართული გემრიელი აი გემრიელი რა და თავიდან მკითხა ნეფის სახელი რა ხო და რატომღაც აი არ ვიცი რატო ჩავთვალე და ჩემი სიძის სახელი უთხარი რა ლევანი ქვია მეთქი რა და ნუ ხა კაცი თამადაა და ხო უნდა იცოდეს ვისი ქორწილისა იმის სახელი და იმას ერქვა ოთარი და ოთარი არ მithქვია სხვა სახელი უთხარი ვიცი რომ თვითონ რო ამოს კითხა და რატო ჩავთვალე არ ვიცი არა ჩათვალა მეტყვი რომ კითხავდა სიძეს რა ქვიაო და ამან უთხრა თავის სიძეს რა ქვია და უკვე ხო ბუნებრივია არ არის მოკლედ ქორწილი მიდის და აი ყველაზე მნიშვნელოვანი სადგზელს და გახედავს ნეფე და ლევან ეუნება და ნული რეაქცია საერთოდ მისი ქორწილიც არა და წესით ბედნიერი მადლიერი უნდა იყოს კაცი ქართული ხმები მივიდნენ მღერიან აფასებენ და მოკლედ გრიგალა უკვე როგორ არის იცი რომ აი გაგიჟებასაა და მესამე თუ მეხუთე სადგზელოზე რომ სრული იგნორი მიიღო მოვარ და ბიჭო რა ქვია ბოლოს და ბოლოს სად მოგვიყვანე ეს მე მეგონა ჩემს სიძეზე მეკითხებოდი და პირველი გაჭაღარავება იქ გაგიჟდება მეორეთ ო და თან როგორ ბრაზდები რატო არ მაგცემს კაცი ყურა პატივებეცი მოვედი და ლევან უძახის თუ რა ქვია ბატონიშვილს აი მაგალითად გრიგალას გაჭაღარავება გასაგებია მაგრამ ჩვენი ზურიან იჟარაძე ჩემი და ჩვენი ძმა მაგალითად ახმელიაზე გამოვიყვანა ერთხელ როგორ იცი რომ აი მის მერე მეგონი პახმელი აღარ ქონია როგორ აბა საით ნაბახუსები უკაცრავად მოკლედ ზურია შემოდის სარეპეტიციო დარბაზში კულტურის ინსტიტუტში თეატრალური კვარტეტის რეპეტიცია მქონდა დანიშნული და შემოდის და ტელეფონს დაგილეწავო იცოდება არასდროს რატო არ პასუხობდა ჩაიწერეო რა მოგადგა ხო ერთხელაც ხო თან მაგარ პახმელეზე თავია გასიებული მოდი ზური მიდი ნომერი აკრიფე გამოუშვი ზარი მეთქი რომ ეხლავე დიდი ქართული ასოებით ჩავიწე და არასდროს არ დამოვიწყდება რომ გიპასუხო სანამ ზარს გამოუშვებ მანამდე თქო და აკრიფა ნომერი მირეკავს რა და რა თქმა უნდა აწკრიალდა ეხლა ჩემი ტელეფონი დავხედე უცხო ნომერი რეკავს რა თქმა უნდა და გავაჩერე ზური ერთი წუთი ტელეფონი მირეკავს თან ავიღე ყურმილი ალო და ეს ალო ისმის მთელ დარბაზში მეც მესმის ზურასაც და თვალებში უყურებ ნიჟარაძეს ნუ აი იმწრით აი რა გააკეთა არის ხავერო პახმე ნაბახუსები და დღემდე არა გაქნო გადავარჩინე რა დღემდე არა გაქნობე არა შეანა ნუ მაგარი ისტორიებია რაც არის მაგრამ ეს თქვენი ასე ვთქვათ ლოთობის ამბავი რომ გადაგრძელდა ძალიან ბევრი და მეუღლეები თარო შენ მოგიწია ასე ახსნა ეგეც მაგარი ისტორია მართლა მაგარია კლასიკა ერთ-ერთი ისტორიის მოკლედ ერთ-ერთმა უკეთილშობილესმა ადამიანმა ჩვენმა სასწაულმა ზვიად ცეცხლაძემ ცხონდეს მისი სული დაგპატიჟა ბაკურიანში დიდი სასწაულის სასტუმრო ქონდა ცეცხლაძეებში მთელი ქართული ხმები და ნუ მაშინ რამოდენიმეს ყავდა უკვე ძოლი მოყვანილი იასონ მეუნარგიას კახა გრიგალაშვილს ბიჭებს და მოკლედ მინდა თხილამურზე დადგომა ხა ბავშვობიდან დგავარ და მიყვარს ეს სპორტი გიждები ჩან უცოლო ხარ ხო თან მოცლილი რა და არა მომკითხა ხო მომკითხავი არ ყავს და მოკლედ მინდა რომ ვისრიავ და ვინ გაცალა ჩამახჩეს ამ სმაში ბრინოში აღარ შემიძლია უკვე ამდენი სმა და ესე იგი გოგოები ნომერში შევედი სადაც ცოლები არიან ამათი ბიჭების ცოლები და ჩივილით შევედი რომ გოგოებო მეთქი თხილამურზე მინდა დადგომა ეს თქვენი ლოთი ხრები მეთქი სულ კეიფობენ სულ სვავთ კეიფობ და ვეღარ დავდექი ამ თხილამურზე უკვე ძალიან დავიღალე მეთქი რა სასწრაფოდ სპირალი უნდა ჩავიდგა მეთქი რა დაკირავდა ყველა რა უნდა ჩაიდგაო ანუ კაფსულა უნდა მეთქვა თურმე
და ეს იმ ოთახში არ დამთავრდა ეს ისტორია, რა თქმა უნდა, ქმრებთან წავედი მე იმათ ოთახში და შევარდი და უყვები ბიჭო რა ესეთი ის გამიგორდა მეთქი თქვენ მეუღლეებს ესეთი რაღაც წამომც და მეთქი შემეშალა კაფსულის მაგივრად სპირალი უთხარ და გრიგალაშვილი მიყურებდა სპირალი დედაშენს უნდა ჩაედგა ეგეთი ბოთერ ვარ გაეჩინე ეგეთი ზაკრული პასუხი დავიბრუნდა ვაი კაი სპირალი არ იყო ჩემ ბავშვობაში ვერ არ მიძდებოდი ვაიმე როგორ მიყვარხარ კარგი ადამიანი ოქრო არ ვიცი რა ესე იგი აქ კიდე ერთი ამბავია იმის გარდა რომ კიდევ კაი რომ მასი არ მოხდა იმიტომ რომ რაზე მინდა იცი გადავიდენ იქარო იმის გარდა რომ ქმნის ამ სიგრილს ძალიან ბევრი მოიხსენება ჩვენს ტელემაყურებელს კვარტეტები და ამღერა ბიჭი რამდენი ბავშვს ზრდის და რა ვიცი ხელი ამბავი მადლობა ღმერთს ყველა რეგიონში გაქვს ხო ისა ნუ ჯერჯერობით ქართლი მოვიცავი ლამის სრულად არა ერთი ისტორია არის ერთი არ მახსოვს მე თუ არ ვწდები ადრე პირად საუბრებში გაქვს მოყოლილი ან ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არა შენი განცხადება ხაშურში მე მგონი თუ არ ვწდები როგორ გამოაკ ანუ სიმღერის ის და როგორ დაწერა იცი გაიცი ეგ ისტორია არ მახსოვს ნუ ხო არის რაღაცა ასაკია რა ესე იგი რა ვიცი 16-დან 33-დან 15 წლამდე ამან რა დაწერა იცი გახსოვს ეგ შემახსენეთ 16-დან 80 წლამდე რომ მიაწერე და ვის ემღერება 80-დან რა სხვათა შორის 86 წლის ქალებო გამლანძღეს ჩვენ რა დავაშავეთ ეხლა ვიცით ცხოვრებას და სიტუაციას და მაგას მოყვას უბრალოდ კაპელის შექმნა სადაც ყველა ასაკი მღერის ჩემო პარ ო ძალიან მაგარი კახეთში მიყვავდა კონცერტზე და იმაზე უთხარით კავკასიონზე რომ გეხვეწები ახლოს რომ გავიაროთ მეთქი ძალიან ახლოს რა და მაჩვენეო რა სადუნახავდიო კავკასიონზე და რაღაცა გადამავიწდავ ლაქლაქებთ ბიჭები გრიგალაც იყო მაშინ და პატარა ბორცზე ძროხა დგას და დავინახე აყვიქ დავწებ რა და კავკასიონი დავინა არაო მე არის კავკასიონზე ძროხას რა ხო საოცარი დათსაქსა პატარ-პატარები მაგრები ხო ის მამაოს მეგობა ის ისტორიები ახლა თელი სერიები მამაოსთან ის რომ მიუტანა წვერი საპარსი და ის რა ქვია ორსართულიანი ნაბორი ხო სახის დამარბილებელი ქაფი საპარსი თოულევრო თელი აღჭურვილობა და მანქანასთან დაკავშირებითაც აქვს ჩემთან პირადად ქორწილში ვიყავი ცვავდა მაშინ ვაჟბატონი და უთხარი არ დალიო მეტი აღარ დალიო იმიტომ რომ ავიდა და სცენაზე რო სიმღერა არ დაიწყო მივხვდი რომ არ ახსოვდა რა უნდა ეკრა ამ ბომბი ვიდღვინო ჩამოვიდა და უთხარი აღარ დალიო მეო მაშინ დატოვე მანქანა და მეწავე მეო მე ხვეწა რომ მეწაგიყვანო და ცოცხალი თავით აი ზუსტად 15 წუთში მირეკავს მოტორზე ვზივარო და დადარჩენი საწავი და არ იცი რას დაეჯახა ხიდი ხო არის მერთმა სულ გადაგარჩინოს ავარია არ გინდა მაგრამ მოხდა ასე მარჯვნივ გადის და მარცხნის შემდეგ შუაში როა იქ ვერ გავიდა ვერც იქით ვერც აკეთა იმას დაეჯახა თან ასით მივდიოდი არ დაგავიდი მოგებული მანქანით დავეჯახე ისე ცოტა მშვიდად ვიყავი რომ მოგებული იყო და არა ნაკიტი ხო მართლა გადავიდა შესაბამისად ამისთანა ისტორიები მაგრამ ერთი ისტორია გინდოდა რა არა რა მინდოდა იცი მე თქვა მამაოზე რომ საუბრობ მე არ ვიცი ეს ნამდვილია თუ არა ხო ის მე შენ ისტორიებს რო აფორმებენ და წეღარ როყვებოდი მამაო რო გთხოვა $1 მომაწოდეო მამაო მთხოვა რომ წირვა იწყება და $1 მომაწოდეო და გამოვარდა და ცოტა ბრეული ხო შეკრებილი ამდენი ხალხი ელოდება წირვის და მამაოს $2 ჭირდება მამაოს $2-იანები ჭირდებაო და ერთი უბე $2 აგრო ხალხი დარბის ახურდავენ იყო ხო ეს ეგ ნამდვილად ჩემი $10 რომ $2 მია საჭირო ზუსტად $2 კახავ რა მოგიგონა ისეთი აი წეღარო თქვი რომ მართლა მგონია რომ გადამხდაო რომელი ისტორიაზეა საუბარი არა აღარ ვიტყვი იმიტომ რომ
ერთ-ერთი ცენტრალური ისტორია. გასაგებია, ანუ მაგრამ მართლა ვერავინ ვერ შეიტანდა ეჭვს, რომ შენ არ დაგემართება. იქაროსან მაჩუკა. ხო, და მომაწერეს მე, აი ოლარის მე ეგრევე მე მომეწერა ეგ ისტორია. დათო, ბევრი ამბავია შეს გარშემო, რა თქმა უნდა, რა ვიცი, 2-3 გადაცემა არ იყოფა, მაგრამ მე ვიცი, რომ ჩემი გიორგი თავისი ბიჭებით მის შემოქმედება შენ ძალიან დიდ პატივს ემდა. შეიძლება გიმღერია, რა თქმა უნდა, სუფრასთან რაღაცა, რომელიღაცა ჩემი საყვარელი სიმღერები მაქვს. ბიჭებთან ერთად მიმართებაში. რომელიღაცა პროექტი დაუშვათ, მოითხოვდა, მაგრამ ჩვენ გადაცემაში ფლათ არაპროფესიონალები ისე კარგად ვღერიან და რაღაცა გამოგვდის ეს ტანდემი, რომ შენ რო ეხლა სანამ შენ პრემიერამდე გადახვალ, შენ რო რაღაცა წაიმღერო, აი ცუდი იქნება. დიდი სიამოვნებით, აუ, რაჯობია ქსორელებთან ერთად კეიფს და სიმღერას და მით უმეტეს. ეხლა თქვენთან გადაცემაში მასპინძელ მუსიკოსებთან ერთად დიდი სიამოვნებით გიმღერებთ. აბა დრო გავალდა ეგ სინორა ჩემულაბა მოგინდება სხივ ჩაქორალი თვალის ეშკით დაიბინდება შენი სახე სანათელივით ჩამაიგორება მაგოცენინე თორემ მერე გვიანი ქნება შენი სახე სანათელივით ჩამაიგორება მაგოცენინე თორემ მერე გვიანი ქნება მაგოცენინე თორემ მერე გვიანი ქნება გენაცალე დავით, მოდი ბარე მაქედან გითხარი ეხლა პრემიერაზე რო გადავიდეთ. რა ვერსია, რა გააკეთე, როგორ რა ხდება? ო, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკალური ნომერია. ყველას ახსოვს დათო გომართელის სასწაული ვერსია, ტრულაილას ფული რა დუნდა. ხო მართლა რა თუნდა ისე. რა შეჭirdება ხო და აი ძალიან მიყვარს ეს მუსიკალური თემა რა. და ხვიჩა მაღლაკელიძეს დიდი მადლობა საოცარი აკომპანიმენტი როგორც ყოველთვის ხვიჩა მოწოდების სიმაღლეზე. და ერთი რო არ გავთქვა ხვიჩა ნუ ეს ვირტუოზია ყველაფერში ხო იცით ეგ ადამიანი და საფხული იყო რო ვთხოვე ამ სიმღერის თანხლების ჩაწერა და აი მსმენელი ნახავს ყველაზე გემრიელი ის რო ეძახიან მუსიკალური ნაწილი რა სადაც აი ცეკვა მოგინდება ტამტამის მაგივრად ან ტამტამის ხმა ისმის და როგორ ჩაწერა იცი ზაფხული იყო მაგარი სიცხე იყო ბათუმში ჩამიწერა და ღიპზე აქ დაკრული ხელი ნაწილი და ეს კი აი სხვანაირი ყურით შეგიძლიათ მოусმინოთ იმ ნაწილს ხვიჩას ღიპზე შიშველ მუცელზე დაკრული გვანიშნე ეს არის თქო ანიშნებთ აუცილებლად კარგი მე მოკლედ ხვიჩას ღიპის ხმას რა დავავიწყებს აკაც რო ორიგინალურია და უცნაური ადამიანი დათო დიდი მადლობა რასტუმრობისთვის ძალიან გვიყვარხარ უნდა იცოდე და არა მარტო ჩვენ ქართველებს ოქროებს ვისაც მეც მიყვარხარ ყველა ეს შენი ამბავი ღრმადად დარწმუნებული რომ ბევრნი არიან და დიდხანს იყავი ამ ქვეყანას ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა მარტო არ ამგონია რომ ერთობით და სიყვარულით კარგი დღევანდელი ჩვენ გადაცემის სტუმარი გახდათ ყველასთვის საყვარელი ოქროს ადამიანი დავით არჩვაძე ხოლმე დავით დავიკარგები მე თქვენ აყვებით გონიათ როგორც ამბობენ ამ ხალხში ჭკუა არავის გონია ამ ქვეყნად ერთხელ მოვედი მეორედ მოვალ გონიათ საცა არას ჯობს გაცლას ჯობს მე ასე გამიგონია არ დაილევა ქეიფში
ამ ქვეყნად ჯობნის მჯობნია თავი რეიზად წავაგო მე გავიქცევი მგონია თულაილას ფული რა დუდა თულაილა თვითონ ფულია ამოიღებს და დახარჯავს თვითონაც არა მქონია თულაილა შენი ჯირიმე იმღერის მთელი ერია რესტორნები და დუქნები სულ შენზე მღერია თულაილა შენი ჯირიმე იმღერის მთელი ერია რესტორნები და დუქნები სულ შენზე მღერია ერთხელ მოვედი მეორედ მოვალ გონიათ საცა არასჯობს გაცლას ჯობს მე ასე გამიგონია არ დაილევა ქეიფში ამ ქვეყნად ჯობნის ჯობნია თავი რეიზად წავაგო მე გავიქცევი მგონია ამ ქვეყნად ერთხელ მოვედი მეორედ მოვალ გონიათ საცა არასჯობს გაცლას ჯობს მე ასე გამიგონია ამ ქვეყნად ერთხელ მოვედი მეორედ მოვალ გონიათ საცა არასჯობს გაცლას ჯობს მე ასე გამიგონია მე ასე გამიგონია მე ასე გამიგონია მოგლეთ ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო დღეისათვის სულ ეს იყო ჩვენ საუკეთესო სურვილებით უნდა დაგემშვიდობოთ მაგრამ სულ პატარა სიურპრიზი ჩემო ნიკოლო რა ხდება გვესტუმრა ჩემი სეირანას თანამოძმე ჩვენი პატრიკ გულოია რას მელაპარაკები ჩემი პატრიკი როგორ მიყვარს ბატონო ახალი სიმღერა ჩაუწერია სხვათა შორის ბიჭებთან ერთად ამ გადაცემას ისე ხო არ დავამთავრებ დაუტოვო ჩვენს ტელემაყურებელს ჩვენი პატრიკა ისი ამოვნეთ მე მგონი ძალიან სასაცილო ნომერი გამოუვიდა აბა გემშვიდობები იკოცნი მათვალებს შეგენაცვალე არაფერს არ მოგაკალებ ხელის გულზე გატარებ ჯან სამადანე ისეთი ლამაზი ხარ საჩიმზესაც აუცებ შეგენაცვალე მაგავარტვი თუ ჩემზე ერთი მაგრად გაკოცებ ჯან გენაცვალე დანარნარებ ჩემ გულს როგორ ახარებ შენ გენაცვალე ქუჩაზე რომ აივჩაივი მე თვალ შემოგაბარებ შენ გენაცვალე აბა შენამ წამინა შაბერ ჩაბერი ეგარი აიჯა შენი შეხება ჩემო შვილის ფეხებიანო შენ გენაცვალე როდესაც დაგინახავ სამყაროს კი ჩერდება შენ გენაცვალე გთხოვ ნუ გამებუდები მალე ჯაკი ხუდები შენ გენაცვალე სულ სხვასთან რომ წახვიდე რატო უნდა წახვიდე აქ დარჩი შენ გენაცვალე იკაგოგებანი დადარნარებ ჩემ გულს როგორ ახარებ ჯან საბადანე ქუჩაზე რომ აივჩაივი მე თვალში მოგაბარე
მოგაბარებ შენ გინაცვალე ოპა კარგი ხარ კონჩილია სამოვიდა თორმები დიდი სეირად ოპ დასიარარადი მან დანარნარებ ჩემ გულს როგორ ახარებ შენ გინაცვალე ქუჩაზე რომ აივჩაივი მე თვალში მოგაბარებ შენ გინაცვალე იდაგო მან დანარნარებ ჩემ გულს როგორ ახარებ შენ გინაცვალე ქუჩაზე რომ აივჩაივი მე თვალში მოგაბარებ შენ გინაცვალე By me, good day.